მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა კოკაია. როგორ ახალ ზაზა? კარგად, თათო, მადლობთ. აი ამ ფრაზით მინდა დავიწყო, ამაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ რატო ვერ ვრგავთ აი ამ სახელმწიფოებრივ ხეებს, რომელიც მე ვიღაცებს დაეხმარება, რომ ჭრილში იყვნენ. ან თუ არის ჭრით ამ ხეებს? გეთანხმები, რატომაც ყველა მმართველს და ყველა მინისტრს გონია, რომ რაღაცა ახალი უნდა შექმნას და არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ თუ კი რამე ღირებული და კარგი იყო, ის შეინარჩუნოს და გაახანგოს. მაგრამ ალბათ ეს იმის ბრალიც არის, რომ გარკვეულ მიმართულებაში, ხომ მე ჩემ დარგზე შემიძლია ვილაპარაკო, თქვა მეცნიერებაზე და განათლებაზე, არ არის რაღაცა ყველას მიერ შეთანხმებული სტრატეგია. აი ჩვენ როგორც ქართველებს, როგორც საქართველოს მოსახლეობას. რა გვინდა, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი განათლების სისტემა, მაგალითად, ხო? ხანგრძლივად. ამას ხო არა აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას ეკუთვნი თუ რა შეხედულება გაქვს, მემარცხენე თუ მემარჯვენე და აი ეს რაღაცა იმას უნდა შევთანხმდეთ, საითკენ გვინდა რომ წავიდეთ. და შემდეგ უკვე სხვადასხვა ხელისუფალი თუ სხვადასხვა მინისტრი რომ მოვა ამ თავარ კურსს ტაქტიკურად რა გზით გაიკვლევს, ეს უკვე აღარ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და ისეთი დამღუპველი შეხდებით ამაზე რა გვინდა. ძნელი სათქმელია, არ ვიცი, აი მართალი რო გითხრა, არ ვიცი. შეიძლება ეს ქართული ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ სხვისი აზრის გათვალისწინება გვიჭირს და რატომაც გონია, რომ ჩვენი აზრი ყოველთვის რამით ჯობია. ან შეიძლება იმით რომ ყველას უნდა რაღაცა თავისი წვლილი შეიტანოს და სხვისი დაწყებული საქმის გაგრძელება არ თვლის რომ მას ღირსებას შემატებს. არ ვიცი, მართალი რომ იმის პრანი ხო არ არის რომ სულ გვიჭირდა და აი ხვალის იქით ვერ ფიქრობდით, ანუ ძალიან მატერიალურამდე მივდივართ, რომ აი ხვალ როგორ ვიცი. გარკვეულწილად ალბათ მაგის ბრალიც არის, მაგრამ არ ამგონია რომ ეს ისტორიული მოვლენები გარკვეულწილად ხასიათში და გენეტიკურში გადავიდეს. მე ეჭვება მაგის, მაგრამ ეთყობა არ მივახციეთ რაღაც განვითარების იმ სტადიას, როდესაც აღარ ექნება მნიშვნელობა, რომ პიროვნული წამოწიო წინ და ვთქვათ საქმისადმი კეთილგანწყობა და საქმისადმი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე შენი თავის და შენი წვლილის წარმოჩენა ამ თუ იმ საქმეში. აი რომელი სფერო უნდა განვითარდეს სასწრაფოდ, რომ რაღაც ლოკომოტივით ჩაიბას დანარჩენი. მე არასწორ ადამიანს ეკითხები მაგას, იმიტომ რომ მე კერძოებული ვარ და სუბიექტური. მე ვთვლი რომ განათლება არის თავი და თავი ყველაფრის და მეცნიერება. მაგრამ გისმენთ. აი პირველი რა აზრი გაგიჩნდა, აი ცურავი ხე რო დაინახე? რაღაც სურეალისტური შეგრძნება იყო, რაღაც არა რეალისტური შეგრძნება იყო. აი თუნდაც შვედეთში გამოეხმაურენ ამ ამბავს? არა, მე რამდენადაც ვიცი, არა, ეს არ გამხდარა ეს საერთოდ. რაღაცა საერთაშორისო წყაროებმა კი განიხილვა. შვედეთში მე არ შევხვედრება რამ განხილვას ამ საკითხს, მას სხვა პრობლემებს მეც ყურადღებას აქცევ. დღეს რა მდგომარეობაა ქართულ აკადემიურ მეცნიერებაში? არის თუ არა პირობები, რომ ის განვითარდეს? პირობები საერთოდ მეცნიერება ზოგადად რომ ვთქვათ, იმის გაგება და აღქმა არის აუცილებელი, რომ მეცნიერება არის, თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ტიპის განვითარებული ქვეყანა, მეცნიერების განვითარების გარეშე ძალიან ძნელია ამის მიღწევა. მაგრამ მეცნიერების უარყოფითი მხარე ის არის, რომ უმალ ვერ ხედავ შედეგს მეცნიერებს, თუ ეს არ არის გამოყენებითი მეცნიერება, რომელიც შემდეგ უფრო მოგვიანო სტადიებში ხდება. და ამიტომ პრიორიტეტებში რატომღაც არ ხდება მეცნიერება და უფრო ვთქვათ ეკონომიკაზე და უფრო ინფრასტრუქტურაზე ელაპარაკი. და მეცნიერება ხანგრძლივი ინვესტირება, დღეს ჩადებული თანხა და დღეს ჩადებული ინვესტიციები 10, 15, 20 წლის შემდეგ გამოიღებს შედეგს და ეს შედეგიც ევოლუციური იქნება, ისე არ იქნება, რომ დღესაც გაიღვიძებ და დაინახავ, რომ აი ამ ინვესტიციამ ესეთი შედეგი გამოიღო და ალბათ ეს განპირობებულია სწორედ იმით, რომ როდესაც ახალი მთავრობა მოდის და ახალი ხელისუფლება, იმას უნდათ იმ პერიოდში რაღაცა თვალში მოსახვედრი გააკეთოს, რომ შემდეგ არჩევნებზე ისევ მხარი დაუჭირონ და ეს მეცნიერების ინვესტიცია, ეს ისეთივე რამეა, რაზეც ამას წინათ ვამბობდი, რომ ეს საერთო ეროვნული საქმეა, რაზეც ყველა უნდა შეთანხმდეს და არ უნდა იყოს დისკუსია, გვინდა თუ არ გვინდა. და ყველა მთავრობამ და ახალმა ხელისუფლებამ უნდა განავითაროს ეს გარკვეული მიმართულება. აი ფინანსების გარდა რა არის კიდე ამისთვის? ფინანსების გარდა იმის
აი მარტივად გეტყვით. თანამედროვე მეცნიერება არის ძალიან კონკურენტული, ესე ვთქვათ. იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიო საქართველოში წარმატება არ არის საკმარისი. ეს ძველი საბჭოთა მენტალიტეტია, რომ არსებობს ქართული მეცნიერება, რუსული და უკრაინული. ეს საბჭოთა სისტემა, რომელმაც ნაჭუჭი ჩაკეტა საბჭოთა რესპუბლიკების, შექმნა იმის ილუზია, რომ არსებობს საბჭოთა კავშირი და გარეშე სამყარო, რომელთანაც ჩვენ შეხება მაგ დროს არ გქონდა. და აი ეს მენტალიტეტი მე მგონი კვლავ მოდის, რომ აი ეს ქართული მეცნიერება და ქართველი მეცნიერი. არა, არსებობს მეცნიერება, რომელსაც ქართულსაც შეაქვს წვლილი ამ მეცნიერების განვითარებაში, რუსსაც და ამერიკას და იტალიას. სოფლიო ინტერესია და პრობლემა ერთია, არ არსებობს. ეხლა არის გარკვეული ვიწრო მიმართულებები, თქვათ, ქართველოლოგიური მიმართულებები და მეცნიერებები, სადაც უფრო მეტი წვლილი, თქვათ, შეგვიძლია ქართველებმა შევიტანოთ, მაგრამ ესეც არ არის. იგივე ხშირად მსმენია მე, რომ იმათ რაში აინტერესებთ საქართველოს. როგორ არ აინტერესებს? ყველას აინტერესებს შენ როგორ მიაწვდი და როგორ მოახდენ ამის პოპულარიზაციას და დაინტერესებას. ამაზე არის. ეხლა მე უკვე თითქმის 25 წელიწადზე მეტია შვედეთში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი რომ ისეთი პრობლემები და ისეთი საკითხები შეიძლება გახდეს სამეცნიერო ინტერესის საგანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენ. მთავარია როგორ მიაწვდი და როგორ დასვამ სამეცნიერო პრობლემას ან საკითხს და აი ამის განხორციელების პრობლემა არის მე მგონი ძირითადი ფაქტორი. და შესაბამისად ამ გლობალურ სფეროში ალბათ პირველადი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და რისი აუცილებლობაც არის მე თქვი ამოვარჩიოთ ის სიცოცხლის უნარიანი და კონკურენტუნარიანი კლასტერები თუ ჯგუფები თუ მიმართულებები რაც ჯერ კიდე არსებობს ან არის საქართველოში მოვახდინოთ მათი შეფასება საერთაშორისო რა თქმა უნდა ექსპერტების დონეზე და მოვახდინოთ ამ სიცოცხლის უნარიანი და კონკურენტუნარიანი მიმართულებების გაძლიერება, მათში ინვესტირება იმ მწირე სახსრების რაც გვაქვს და შემდეგ ამ დარგებმა უნდა ითამაშოს გარკვეული ლოკომოტივის როლი, რომელიც განვითარდება და ნელ-ნელა თქვათ სხვა ნაკლებად სიცოცხლის უნარიან, მაგრამ მაინც კონკურენტუნარიან დარგებს გაიყოლებს. და კიდევ ერთხელ ეს ხანგრძლივი სტრატეგიაა და ეს უნდა განხორციელდეს, ეს 1 წელიწადში და 2 წელიწადში არ მოხდება, მაგრამ აი ხის დარგვიც არ იყოს დღეს თუ არ დავიწყეთ ეს 10 წლის მერე კვლავ იგივე ადგილზე ვიქნებით და ჭრილი არ გვექნება. ბატონო. აი შენ რას იკვლევ კონკრეტულად და აი რა მიზანს უნდა მიაღწიო ამ კვლევებით? ჩემი კვლევა ღეროვან უჯრედებზეა, ხო? კი, ღეროვან უჯრედებზეა და ჩემი კვლევა დაკავშირებულია ღეროვანი უჯრედების გამოყენებასთან ეს მარტივად რო ვთქვათ, ღეროვანი უჯრედები ეს ის უჯრედებია, რომლებსაც შესწევთ ნებისმიერი ტიპის უჯრედის წარმოქმნა ჩვენს ორგანიზმში. და ჩვენი კვლევა მიმართულია იქითკენ, რომ ეს უჯრედები დღეს უკვე მათ ჩვენ შეგვიძლია მათი მიღება შეგვიძლია ჩვეულებრივი კანის უჯრედიდანაც, ესე პლურიპოტენტური უჯრედები, მათი გამოყენებით გავაძლიეროთ რეგენერაცია, რომელიც ხდება ტვინის დაზიანების პროცესის შემდეგ. ანუ, როდესაც ტვინი ზიანდება, მე ინსულტს ვსწავლობ, ტვინის ინსულტს, ის ფუნქცია ტვინის რომელი უბანიც დაზიანდა, ქვეითდება. ნუ ეს თუ მოტორული ქერქია, მოძრაობა გაჭირდება, თუ კოგნიტიური ცენტრებია, კოგნიტიური ფუნქცია და ასე შემდეგ. და ყველა ვარიანტში გარკვეულწილად აღდგენითი პროცესები ხდება ტვინში, მაგრამ არასაკმარისად და ეს ინვალიდობის ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი დაავადებაა. აი ჩვენ ვსწავლობთ აი ღეროვანი უჯრედების დახმარებით, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ეს აღდგენითი პროცესები და პაციენტი უფრო მალე აღდგეს მისი მდგომარეობა, ან უფრო მაღალ დონეზე, რაც ისედაც სპონტანურად მოხდებოდა. აი ძალიან მოკლედ ეს არის ძირითადი მიმართულება. ის მართალია, რომ ნერვიულობა კლავს უჯრედებს და მე იმის აღდგენა არ ხდება. ნერვიულობა თავისთავად არ კლავს უჯრედებს, მაგრამ სტრესი ყოველ შემთხვევაში ქმნის იმ გარემოს, ნერვიულობა სტრესის ტოლფასია, რომლის დროსაც გარკვეული პლასტიკობა და გარკვეული თვისებები მცირდება ნერვული უჯრედების და არასწორი ფუნქციონირება ხდება ნერვული სისტემის. შენთვის სამაგალითო მეცნიერი ვინ არის, ან ვინ იყო, როცა იწყებდი კარიერას? საქართველოში თუ ზოგადად?
ჩემთვის ალბათ სამაგალითო მეცნიერი არის ადამიანი, რომელთანაც უკვე 25 წელია მუშაობს. ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ანუ ულე ლინდვალი პროფესორი, რომელთანაც დავიწყე 90-იანის დასაწყისში მუშაობა, მაშინ სულ ახალგაზრდა, ახლად დაცული ჩავედი შვედეთში. და უკვე ქონდა ჩვენ გარკვეული თანამშრომლობა მის ჯგუფთან. ჯერ კიდე ჩემი ძმაც მასთან ერთად მუშაობდა და აქედან აწყობილი ქონდა ეს თანამშრომლობა. და შემდეგ მისი ხელმძღვანელობით ხელმეორედ დავიცავი უკვე შვედეთში დისერტაცია და როგორც წესი, როდესაც იცავ უკვე შენ დისერტაციას, შენ ჯგუფს ქმნი და უნდა ჩამოშორდეს შენს, ესე ვთქვათ, ტუტორს, შენს აღმზრდელს და შენი გზა განავითარო. მე და ულემ მოვახერხეთ, რომ ერთად დავრჩით, იმას თავის თემატიკა ჰქონდა მე ჩემი, მაგრამ გავაგრძელეთ თანამშრომლობა, რაც ყველას უკვირდა, რომ მოვახერხეთ. და დღესაც უკვე ულე, როდესაც პენსიაშია, ის ჩემ ლაბორატორიაში არის, როგორც პროფესორი და კვლავ ერთად ვაგრძელებთ აგერ და 100-ზე მეტი პუბლიკაცია გვაქვს ერთად გამოყვა. ალბათ ულე ლინდვალი ჩემთვის სამაგალითო პიროვნება და მეცნიერი. და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში რა მიგაჩნია? ძნელი სათქმელია. ძნელი სათქმელია. ყველაზე დიდი აღმოჩენა იქნება ალბათ ის, რაც ალბათ არასოდეს არ იქნება. ეს არის, რომ ადამიანი შეიმეცნებს თავის თავს. ანუ თუ როგორ მუშაობს მისი ძირითადი ორგანო, რომელსაც მე ვსწავლობ ტვინი. ანუ მე მგონი ძირითადი თავარი აღმოჩენა ჯერ არ მოსულა. და ალბათ არც არასოდეს მოვა, სანამ კაცობრიობა არსებობს. ანუ ადამიანი ვერ ამოხსნის ბოლომდე თავის ტვინს? მე მგონი ვერა, იმიტომ რომ გარკვეული ფენებად არის ეს ცოდნა განლაგებული. ჩვენ გარკვეულ ფენას მოხსნით ინფორმაციის და იმის მიღმა კიდევ ახალი და ახალი ჩნდება და ალბათ ეს უსასრულობისკენ მივყავართ. და იმ მეცნიერები თუ შეძლებენ როდისმე ღმერთის არსებობის ან არარსებობის დამტკიცებას. ძნელი სათქმელია. ალბათ ეს მეცნიერების საქმე არ არის, რომ დაამტკიცო ღმერთის არსებობა და არარსებობა. ეს ჩვენ ინდივიდუალურად ყველა ჩვენგანმა უნდა ჩვენთვის გადავწყვიტოთ, არსებობს თუ არ არსებობს. ეს მეცნიერი არსებობს. ჩვენთვის არსებობს, ნამდვილად. და რელიგია არისთვის არის საჭირო. ჩემთვის რელიგია არის ალბათ გარკვეული კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა რელიგიას და თუ გადავხედავთ რელიგიის ისტორიას, ესეც არის და მისი არა მარტო ფორმა, არამედ შინაარსი და მნიშვნელობაც იცვლებოდა. თანამედროვე საზოგადოებაში და ჩემთვის პირადად რელიგია ეს არის ის სულიერი გარკვეული კოდექსი და გარკვეული ღირებულებები, რომლის მიხედვითაც მე ვცხოვრობ და რომლის მიხედვითაც ვთვლი, რომ თანამედროვე ცივილიზაცია უნდა ხელმძღვანელობდეს. მე ქრისტიანულ რელიგიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. არის თუ არა დღეს თუ შეიმჩნევა საქართველოში რელიგიური ფანატიზმის ნიშნებს თუ ამჩნევა? არის, რა თქმა უნდა. ეს გამოიწვია, რამ გამოიწვია? რა თქმა უნდა არის და ეს გადახრები ყოველთვის არის და მე ასევე ანტირელიგიურ ფანატიზმსაც ვხედავ და ეს ერთეული გამონაკლისებია. ფანატიზმი, რომელიც ბრმად ორივე გადახრა არის და ორივე ორთოდოქსიული და ესეთი ფუნდამენტალიზმი ზოგადად მე ვთვლი, რომ მიუღებელია ნებისმიერ რელიგიაში, ნებისმიერ წამში და ნებისმიერ მიმდინარეობაში. ეს ალბათ ყოველთვის ესეც იყო, ყოველთვის იყვნენ ფანატიკოსები, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე, როდესაც ინერგებოდა ან ვითარდებოდა ესა თუ ის მიმართულება და რელიგია, რომლებსაც რაციონალური აზროვნების მოხმარება უჭირდათ და გარკვეულად ბრმად მთელი არსებით იბრძოდნენ ამათ მიმართულებისთვის. აი, ყველაფერი თუ დაიწყო უმცირესი ნაწილაკი საფითხებით და ყველაფერში თუ არის ეს ნაწილაკი, თქვათ, შეიძლება თუ არა რომ მარწყს კონდეს იუმორის გზნობა, ანუ ეს კამს შეუყვარდეს მაგიდა. ეხლა თქვენ საუბრობთ ემოციებზე. ემოცია ეს არის ტვინის პროდუქტი, უფრო მეტიც ეს გარკვეული უბნებია ტვინის, რომლებიც ემოციებს განაგებენ და იმდენად რამდენადაც მარწყს ტვინი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რომ კონდეს არც კამს. იქნება აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ხდება ყოველთვის მეცნიერებაში. ჩვენ ვჯელობთ იქიდან იმ დონეზე, იმ ფენიდან გამომდინარე, სადამზეც ვართ ჩასული და ვაფასებთ მოვლენებს და პროცესებს აქედან გამომდინარე. ამ
ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია თქვა რომ twin-ი არა. საინტერესოა ხა დოგმები ირღვევა, მაგალითად იგივე მეცნიერებაში ჩვენს გვასწავლიდნენ სკოლაში და უმაღლესში რომ ნერვული უჯრედები არ აღდგება. და შეიძლება დაიღუპოს, მაგრამ მამამთავარი თანამედროვე ნეირომეცნიერების რამონ კახალის ერთ-ერთი დოგმა იყო, რომ ნერვული უჯრედები რაოდენობითაც იბადები, მათი შემცირება ხდება და ახალი არ წარმოქმნის, მაგრამ აღმოჩნდა 90-იან წლებში და უფრო ადრეც გაირკვა, რომ ახალი ნერვული უჯრედები, ეხლა ჩვენ აქ საუბრობთ და ჩვენ თვისში ახალი უჯრედები წარმოიქმნება ნეირონები, ესე რომ დოგმები იმსხრევა და ნახოთ, შეიძლება გარკვეულ ეტაპზე გავარკვიოთ, რომ თურმე მარცხსაც აქვს გარკვეული აზროვნების და ემოციის უნარი. სიყვარული არის თუ არა ბიოლოგია? სიყვარული არის ბიოლოგია, რა თქმა უნდა. ბიოლოგია არის, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია. ახლა ზოგადად რა არის სიყვარული, ამის განმარტება ალბათ არასწორი იქნება, თუ კი ვინმე ეცდება. იმიტომ რომ ეს ძალიან სუბიექტური განცდაა და განპირობებულია შენი ფსიქოემოციური სტატუსით, თქვათ, იგივე პიროვნების თვისებები თუ პიროვნების სიყვარულზე ალაპარაკი და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან სუბიექტური განცდაა და ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად აქვს ის განვითარებული და მით უმეტეს გამოხატული. და თუ ბიოლოგია, თუ შეიძლება მისი მართვა? შეიძლება, ალბათ შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება. შეიძლება რაღაცის გაძლიერება, რაღაცის შემცირება. კი ბატონო. რამდენად საჭიროა ეს არ ვიცი, მაგრამ შესაძლებლობა ალბათ არის მაგისი. ადამიანი თუ შეძლებს როდისმე რომ გახდეს უკვდავი? კიდევ ერთხელ ჩვენი დღევანდელი ცოდნიდან გამომდინარე, ალბათ არა. საკმაოდ შეიძლება გახანგრძლივდეს ადამიანის სიცოცხლის ციკლი, მაგრამ ის პროცესები მაგითკენ მიდის და უკვე საშუალო ასაკს თუ დააკვირდებით, თქვათ, განვითარებულ ქვეყნებში უკვე კაცებისთვის 80 გადაცილებულია და ქალების ხანგრძლივობა 90-ს უახლოვდება. უკან რომ გადავხედოთ ისტორიას, 40 წლის კაცი რამდენიმე საუკუნის წინ უკვე საკმაოდ ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა. მაგრამ ალბათ უკვდავება როგორც ესეთი არც არის ალბათ საჭირო და აუცილებელი. რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე ალბათ ადამიანი თვითონაც ამჩნევს, რომ ამ ცხოვრებიდან რაც მისაღები იყო, მიიღო და ალბათ სხვა სტადიაში გადასვლის დრო მოვიდა. ყველაზე დიდი გამოცანა შენთვის რა არის? რაზე გაინტერესებს პასუხი? მე იმ ბედნიერ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რაზეც მაინტერესებს პასუხი, იმას ვსწავლობ ზუსტად. როგორ მუშაობს twin-ი და ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძირითადი და ერთადერთი თუ შეიძლება ითქვას კვლევის საგანი. ყველა საინტერესო ადამიანი ვინ გახსენდება, ვისაც შეხვედრი ხარ და აი ინტელექტით გაუკვირვები ხარ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ცნობილი ადამიანი, ვისაც შევხვედრი, რომ 90-იან წლებში სტოკჰოლმში შევხვდი, ეს იყო რიტა ლევი მონტალკინი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა 100 წელს გადაცილებული, ეს იყო მეცნიერი, ნეირობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც ასევე ქონდა მინიჭებული იტალიაში მუდმივი სენატორის წოდება სიცოცხლის ბოლომდე. იტალიაში პრეზიდენტის განკარგულებით რამდენიმე ადამიანს შეიძლება მიანიჭოს პარლამენტის მუდმივი წევრის წოდება და რიტა იყო ესეთი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა კვლევას და მთელი თავისი არსებით ჩართული იყო ამაში. და ძალიან საინტერესო იყო ეს რაღაც იკონური პიროვნება იყო და მე ახალგაზრდა სტუდენტი რო შევხვდი და სურათიც მაქვს მასთან ერთად გადაღებული დაველაპარაკე და აი ეს სიდიადე ამ მეცნიერის იმაში მდგომარეობს, რომ ის ზემოდან კი არ გიყურებს, ისე დაგელაპარაკე, ისე დამელაპარაკე, ისე გამცა პასუხი რაღაცა კითხვებზე, რომ მე ვერ ვიგრძენი, გინდა ასაკში და გინდა სტატუსში განსხვავება. მას შემდეგ ბევრი სხვა გამოჩენილი და წამყვანი მეცნიერებთან მქონია, მაგრამ ალბათ ეს ერთ-ერთი პირველი იყო და ეს შთაბეჭდილება მაინც შემომრჩა დღემდე. ბატონო. ინტელექტის ზრდას რა იწვევს? თქვათ, ნუ აი განათლება ინტელექტის სხვადასხვა, ხო, იქ ბევრ წიგნს წაიკითხავ, მეტი განათლება. ინტელექტს რა მე მგონი ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი განვითარების წყარო არის ის გამოწვევები და ის, თქვათ, კითხვები, რაც აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
თქვათ იმ ამოცანების გადაჭრა კვლევაში იქნება თუ წარმოებაში იქნება თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც გიწყობს და ის ინფორმაცია და ცოდნა რაც გაქვს ეს გეხმარება რომ შენი აზროვნება უფრო განვითარდეს და მოცემულ კითხვაზე პასუხები უფრო ადვილად იპოვნო მაგრამ განათლება თავისთავად თუ არ გამოიყენე გარკვეული საკითხების ამოხსნისა და გადაჭრის პრობლემების გადაჭრისთვის ის განათლება თავისთავად დარჩება და შენ დამოუკიდებლად იქნები და ინტელექტიც არ განვითარდება ბატონო 90-იან წლებმა შენი აზრით როგორი მოქმედა ჩვენზე დადებითად თუ უარყოფითად ანუ უფრო გაგვაძლიერა თუ რაღაცა უარყოფითი შედეგები მოყვა იმ სირთულეებს ალბათ ორივე ამ წლებმა დაგვანახა რომ ის რაც გაქვს ის რასაც იღებ ყოველდღიურად ის არ არის გარანტირებული და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და ადამიანმა უფრო უნდა იფიქროს და მომავალზე და თავის თავზე უნდა იყოს დაყრდნობილი და თავის იმედით უფრო უნდა იყოს ვიდრე სახელმწიფოს. ეხლა საბჭოთა წყობა ესე იყო აწყობილი რომ შენ რამდენიც არ უნდა უხეშად უნდა გეფაფხურა თუ სისტემის ნაწილი არ იყავი და არ ხდებოდი რაღაცა თანამოთამაშე ამ დიდი თამაშის ვერაფერს ვერ მიაღწევდი ხო? და ეს უცბად ამას მიჩვეული ადამიანები რომ შენზე ნაკლებად იყო დამოკიდებული უფრო სისტემის პროდუქტი იყავი შენ დაიმსხრა და აღმოჩნდა რომ თურმე შენზეა შენ მარიფატზეა შენს გაქანებაზეა შენს შესაძლებლობაზეა დამოკიდებული თუ როგორ იქნება შენი ხვალინდელი დღე და რა ცხოვრებით იცხოვრებ და ალბათ ეს კარგი მხარე იყო. რა თქმა უნდა, ამან გარკვეულწილად თვითონ იმ კოლიზიებმა შეაფერხა ჩვენი განვითარება და იმ უბედურებების შედეგს დღესაც ვიმკით. მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ რომ ყველაფერში დადებითის და უარყოფითის დავინახო და ამიტომ ეს საბჭოთა კავშირმა რა დაგვიტოვა ყველაზე მახინჯი, რასაც ვერ ვიშორებთ დღემდე. ბევრი რამე. მე იმასაც ვამბობ ხოლმე რომ ჩემი თაობა მაგალითად მე საბჭოთა პროდუქტი ვარ იმიტომ რომ გავიზარდე და ჩამოყალიბდი როგორც პიროვნება საბჭოთა და იმის და მიუხედავად რომ 25 წელია უკვე შვედეთში ვცხოვრობ მაინც ჩემ თავშიც ვხედავ ხოლმე ჩემ მენტალიტეტში ამ ძირითადად ეს არის აზროვნების დეფიციტი და დეფიციტი იმის შეგრძნების რომ შენ როდესაც სახელმწიფოში ცხოვრობ ის სახელმწიფო შენია. აი მის განცდა რომ შენ ცალკე ხარ და სახელმწიფო ცალკეა ეს დაგვიტოვა. იმას ვერ აღვიქვამთ ჩვენ რომ სახელმწიფოს და თავრობას ჩვენ ვქირავთ ჩვენი ფულით და ის ბიუჯეტი რაც მე სახელმწიფო არიგებს ისევ და ისევ ჩვენი ფულია. აი ეს აღქმა დღესაც არ არსებობს და ითვლება რომ ის შენ განცალკევებით ხარ და შენი მთავრობა და შენი ბიუჯეტი ის რაღაცა სხვა არის. აი ეს ვერ გადავლახეთ და ამის შეგრძნება მე მგონი დღემდე გამოყვა. ეს ერთ-ერთია, კიდე ბევრი სხვა დანატოვარია. თავარი ალბათ ეგაა. ჩემთვის, ჩემი განმოსახედიდან ეს არის. სექსუალური ქალი როგორია შენთვის? სექსუალური ქალი როგორც ესეთი ძალიან ძნელი განსარმარტია, იმიტომ რომ ნებისმიერი ქალი მოცემულ მომენტში შეიძლება ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდეს, ან ძალიან სექსუალურად მეტყველებდეს, ან ძალიან სექსუალურად მიდი გაიაროს. აი ამდენად ესე ზოგადი განმარტება სექსუალობა რას ნიშნავს ძნელია და თქვათ ჩაცმულობა და მარტო გარეგნობა შეიძლება არ იყოს რაც ვულგარული გაგებით სექსუალობა შეიძლება მისი მეტყველება ან აზროვნება ან მონაყოლი საკმაოდ სექსუალური და მიმდიდველი იყოს. შეიძლება თუ არა რომ შენთვის სექსუალური იყოს აი ესეთი цаრიელი ქალი. цаრიელი ქალი ვიზუალურად შეიძლება სექსუალური იყოს, მაგრამ აი ურთიერთობაში და დალაპარაკების შემდეგ ალბათ დაიმსხვრელა ეს ჩემი სექსუალობის პირველი ქალი თუ გახსოვს, ვინც ჰორმონები აგიმყვრია? კაი კითხვა. ალბათ მსახიობი იყო. ხო, რა თქმა უნდა, მსახიობი იქნებოდა. მე მგონი ფილმი იყო მილიონი წელი ჩვენს ერამდე თუ არ მეშლება ესე რქვა და იქ ორი მსახიობი იყო ეს პირველყოფილ ადამიანებზე იყო და საკმაოდ სექსუალურად და ნაკლები სამოსით იყვნენ შემოსილები და ალბათ
რაც მახსენდება შეიძლება სხვა იყო, მაგრამ აი რომ აღმაწვილობიდან ეს ერთ-ერთი ფილმი გამახსენდა. აი დღეს კლავდია კარდინი არ მახსოვს ვინ იყო მსახიობი მე მგონი, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი კამათია საქართველოში მარიხუანაზე. ვიღაცები ამ ბოლო დროს იძახიან რომ ტვინს საპატარავ ეპიზოდა. არ დაიჯერა. არა, არც ჯერა. თემ სოფლიოში უკვე ხდება ლეგალური და მედიცინაშიც იყენება. შენ როგორ აფასებ აი ამ სცენარის დადებით და ორყოფით მხარეებს? დადებითი მხარეები, მე ვთქვათ, ორი სტატიაც მაქვს გამოქვეყნებული, სადაც სწავლობდით კანაბინოიდების. ეს ხო შინაგანი სისტემაა, რომელიც არსებობს ორგანიზმში და უბრალოდ მარიხუანა ეს კანაბინოიდილი თვითონ გარედან ზემოქმედება იმ სისტემაზე, რაც ბუნებრივად არსებობს ჩვენში. და მე ზუსტად ვიცი, რომ მარიხუანას აქვს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება. ამ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად მიდის კვლევა და ბევრი მონაცემებია, რომ თქვათ სიმსივნეების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურად მოქმედებს, განსაკუთრებით თავის ტვინის სიმსივნეზე. იგი აფერხებს გამრავლებას, სიმსივნის უჯრედების მეტასტაზირებას, ასევე სისხლძარღვებით მომარაგებას სიმსივნის, რაც ერთ-ერთი პრობლემაა. ბევრი მიმართულება, მაგალითად სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის არის, რომ შევამციროთ მისი სისხლით მომარაგება და ეს ხელს შეუწყობს, რომ აღარ გაიზარდოს სიმსივნე. ასევე ქრონიკული ტკივილი, რაც ძალიან დიდი პრობლემა არის თანამედროვე საზოგადოების, ამ მიმართულებითაც მარიხუანა საკმაოდ პერსპექტიული დარგი არის სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დროს მარიხუანას გამოყენება. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატი, თუ არაზომიერად და არა მიზანმიმართულად გამოიყენებ, რა თქმა უნდა, მას შეიძლება უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. ეს სამედიცინო, მაგრამ ნუ ასევე არის რეკრეაციული თვისებები მარიხუანის, რაც ასევე ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და აბსოლუტურად ნორმალურია. რა თქმა უნდა იყოს გარკვეული შეზღუდვები, თქვათ მარიხუანას მოწევის შემდეგ საჭი არ უნდა მართო, იმიტომ რომ მოტორიკა ქვეითდება სიტყვაზე. და ესეთი ტიპის შეზღუდვები, რაც იგივე თქვათ ალკოჰოლზე არსებობს, ხო, ნასვამი არ უნდა მართო მანქანა, ასევე მარიხუანის მოწეულმა რამდენიმე საათი ალბათ არ უნდა მართო მანქანა, მაგრამ თავისთავად არა. ისე უნდა იჭერდნენ, აი საქართველოში იჭერენ, არ უნდა იჭერდნენ ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რაც კრიმინალური დანაშაული არის და არანაირად არ არის ჩემი გადმოსახედიდან გამართლებული ეს დაჭერა. ყველაზე დიდი გავლენა რომელმაც წიგნმა მოახდინა შენზე, თუნდაც ბავშვობაში. ვერ გეტყვით, არის ესეთი კონკრეტული წიგნი, ალბათ ერთი რომელმაც გადაწყვიტა ჩემი ფილმი, ყველაზე ესეთი ფილმი საყვარელი რომელია? არა, მიჭირს ეს ერთის გამოყოფა. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარს ბევრი ფილმი, ეს ერთის რომელიც ეს იყო რაღაც ground breaking, ან ესეთი გარდატეხა მოახდინა, ალბათ ნაკლებად. აი ვის და ვის საუბარს მოისმენდი დიდი სიამოვნებით? ალბათ აი ახლა ხან ვიყიდე წიგნი ჯერ არც წამიკითხავს, გადავხედე უბრალოდ რა მონიკა ახალი ვახსენე ეს თანამედროვე ნეირომეცნიერები. მის საუბარს ვინმე თანამედროვე მეცნიერთან, აი იმისი გადმოსახედიდან მე-19 საუკუნეში რა იცოდა მან ნერვულ სისტემაზე და ტვინზე და რაც ჩვენ ვიცით დღეს და როგორ გაწარიმართებ, როგორი რეაქცია იქნებოდა და რა სიტყოდა იმ მონაცემებზე, რაც დღეს ჩვენ ვიცით. ალბათ ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. ალბათ მისთვის ეს ახლა შორს რო არ წავიდე დათო, ის რამონ და კახალი და მე-19 საუკუნე კი არა, აი ბოლო 10 წლის განმავლობაში მაგალითად რაც მოხდა, თქვათ იგივე მეცნიერებაში, ღეროვან უჯრედებში. ახლა ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი მე 10 წლის უკან, 12 წლის უკან, ხო, რომ შეიძლება კანიდან მიიღო ღეროვანი უჯრედი. ან ნორმალურად განვითარება როგორ ხდება, რომ ღეროვანი უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება განაყოფიერებიდან კვერცხუჯრედის, თქვათ 4-6 დღის შემდეგ, ის ნელ-ნელა აძლევს დასაბამს და ვითარდება და ნაკლებად ფუნქციის მქონე დიფერენცირებული უჯრედი სპეციალიზირებულ უჯრედს ქმნის, თქვათ გულის კუნთის, ჩვეულებრივი კუნთის, ტვინის უჯრედს და ასე შემდეგ, ხო? და ეს არის ცალმხრივი მიმართულება განვითარების და თურმე ირკვევა, რომ შეიძლება ეს განვითარებული ჩამოყალიბებული უჯრედი
უკან განავითარო. ორმხრივი ყოფილა. ეს ახლა ფანტაზია ხა ხო გეუბნები 10-15 წლის წინ ეს იყო როგორიც მოგვდებოდი შეიძლება სისულელი ლაპარაკობი შეუძლებელია. ამიტომ მე ძალიან ფრთხილად ავარ ხოლმე, როდესაც რაღაც საკითხზე რომ შეუძლებელის თქმას მერიტები. ამბობ რომ დღესდღეობით ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ირკვევა თურმე ბევრი რამე, რაც ელემენტარულად ჩვენი ცოდნის დონით არის განსაზღვრული, შესაძლებელია და ჩვენი არ ვიცით რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა არ არის გარკვეულ დონეზე და ეს უდმივად ვითარდება ჩვენი გაგება სამყაროსი და ზოგჯერ ნახტომისებურად უცბად გაირკვევა რომ თურმე სადავართ სად უნდა ვიყოთ. კი ბატონო. ეს საქართველოს რო გენატრება რა გენატრება? საქართველოს რომ მენატრება საქართველოში ყოფნა. აი ზოგადად აი ეს გარემო, ის ადამიანები, ის ცხოვრების წესი. ერთი პერიოდი, როდესაც პირველად ჩავედი შვედეთში, ეს იყო 90 წელი, 91 წელი, კარგა ხანი ვერ ჩამოვედი საქართველოს. აი ეს 95-95-ში ჩამოვედი, მე მგონი, შემდეგ ეს 5 წელი, რომელიც ალბათ უმძიმესი პერიოდი იყო აქ. და მაშინ მართლა ძალიან მიჭირდა. მაშინ ელემენტარული კომუნიკაციაც კი ძალიან რთული იყო, მახსოვს ფაქსიც კი არ იყო. ზოგჯერ ტელეტაიპით ვაგზავნიდი რაღაც ინფორმაცია, ტელეფონზე აღარ არის ლაპარაკი და მობილურზე. დღეს ახლა უკვე იმდენად არის ეს კომუნიკაციის საშუალებები, გინდა ვაიბერი, გინდა სკაიპი. აი ეს შეგრძნება განცდა იმისა, რომ შენ სადღაც 3000-5000 კილომეტრის მოშორებით აღარ ნაკლებად არის. საბოლოო ჯამში მე იქამდე დავდივარ, რომ უფრო მეტად აი სოციალური ურთიერთობა და კომუნიკაცია გიქმნის შენ იმ გარემოს, რომელიც გაძლევს იმის განცდას, რომ შენ ხარ მოწყვეტილი საზოგადოებას და ქვეყანას თუ არა. ანუ კომფორტის ზონა შეგიძლია შენ შეიქმნა აი ამ გარკვეულად თანამედროვე ტექნოლოგიებით და არ გქონდეს ეს გარიყულობის ან შორსყოფნის განცდა. კი ბატონო. ამ კითხვას ყველას უსვამ და შენც უნდა დაგისვათ. კვერცხი იყო ჯერ თუ ქათამი? მე ბიოლოგიურად მაგიპასუხო ალბათ არა. მაგითო გეკითხები. ქათამი ფრინველები განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე არიან ვიდრე ქვეწარმავლები და ქვეწარმავლებიც კვერცხისგან ვითარდებიან და ამიტომ კვერცხი ნამდვილად უფრო იყო ადრე იყო ვიდრე ფრინველი ქათამი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ შენ საქმეში. დიდი მადლობა თქვენც ასევე.